სოფლიოში ძალიან იშვიათად თუ შეხვდებით ისეთ რკინიგზის სადგურებს, რომლებიც მიწისქვეშა სივრცეში არქიტექტურისა და ინტერიერის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენენ. ალბათ დამეთანხმებით, რომ ტრანსპორტი არა მარტო გადაადგილების უსაფრთხო და მოსახერხებელი საშუალება უნდა იყოს, არამედ ის უნდა წარმოადგენდეს ვიზუალურ და არა მარტო ვიზუალურ კომფორტს მომხმარებელთათვის. რკინიგზის სადგურები უნდა სდებოდეს ცარიელ და არაფრის მთქმელ ბეტონის კედლებს. საქალაქთაშორისო რკინიგზით სარგებლობისას მგზავრებისთვის სწორედ აქ ყალიბდება ამა თუ იმ ქალაქზე პირველი შთაბეჭდილება. ნელ რუბრიკაში ტოპ წარმოგიდგენთ 5 საუკეთესო მეტრო სადგურს მსოფლიოში, რომელიც თქვენს კლიშურ წარმოდგენებს მასზე აუცილებლად შეგიცვლით და კონკრეტულ ქალაქში მოგზაურობას კიდევ უფრო გაგიფერადებთ. Grand Central ტერმინალი არის უნივერსალური სიმბოლო ქალაქ ნიუ-იორკის წარსულსა და აწმყოს შორის. დღევანდელ ხუთეულს სწორედ ნიუ-იორკის ცენტრალური სადგურით ხსნით. ეს სადგური მსოფლიოში ყველაზე ძველ და ყველაზე მსხვილ სადგურს წარმოადგენს, რომელსაც აქვს 44 პლატფორმა და 67 გზა. ორდონიანი სადგური 1913 წელს აშენდა. ნიუ-იორკის ცენტრალური სადგური არ არის მხოლოდ მგზავრებისთვის გადაადგილების საშუალება. ეს არის სავაჭრო, სასადილო და კულტურული დანიშნულების ადგილი 60 მაღაზიით, 35 კვების ობიექტითა და ულამაზესი ჭერით, რომელიც მთელი ისტორიული მოვლენების კალენდარია. თქვენ წარმოიდგინეთ, აქ პოპულარული კაფე-რესტორნების გარდა კინოთეატრებიცაა. ნიუ-იორკის ცენტრალური სადგური მარადიული სილამაზისა და უდიდესი ისტორიული მემკვიდრეობის კერაა. მეოთხე ადგილას გვინდა წარმოგიდგინოთ არანაკლებ ღირსშესანიშნავი ლონდონის სენტ პანკრასი. ლონდონის სარკინიგზო სადგური მდებარეობს იუსტონის გზაზე, ლონდონის დაბა კანდემში. ეს არის ევროსტარის მომსახურების ტერმინალი. სწორედ აქედან გადიან პარიზისკენ და ბრიუსელისკენ ევროსტარის მომსახურების მატარებლები, რომლებიც გენიალური ლა-მანშის ქვეშ გაივლიან. სადგური დააპროექტა უილიამ ჰენრი ბარლოუმ და ააშენა რკინის ერთი სახურავით. სადგურის გახსნის შემდეგ 1868 წლის 1 ოქტომბერს ემერმა სადგურის ფასადზე ააშენა მიდლენდ გრანდ ჰოუთელ, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მისი არქიტექტურით და ახლა ის წარმოადგენს პირველი კლასის შენობას. ლონდონის ეს ძალიან დახვეწილი დიზაინის მქონე ულამაზესი სადგური არა მარტო შესანიშნავად გამოიყურება, არამედ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია. ლონდონის სენტ პანკრასის შესასვლელთან ასევე შეგიძლიათ შეხვდეთ მაღაზიებსა და საინტერესო რესტორნებს. მესამე ადგილას წარმოგიდგენთ ანტვერპენის ცენტრალურ სადგურს, რომელიც ერთი შეხედვით სამეფო საცხოვრებელს უფრო ჰგავს, ვიდრე სარკინიგზო მიმოსვლისთვის განკუთვნილ დაწესებულებას. სადგური 1905 წელს გაიხსნა, თუმცა მატარებლების მოძრაობა ჯერ კიდევ 1898 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად ეს იყო სარკინიგზო ხაზის დასასრული ბრიუსელსა და ანტვერპენს შორის. მას შემდეგ იგი გადაკეთდა გამტარ სადგურად, მაგრამ ორიგინალური არქიტექტურა თითქმის მთლიანად უცვლელი დარჩა. მისი საოცარი არქიტექტურისა და ძალიან დახვეწილი დიზაინის გამო ანტვერპენის ცენტრალურ სადგურს 1975 წელს არქიტექტურული ძეგლის სტატუსიც კი მიენიჭა.
მეორე ადგილას გაგაცნობთ სან-პერტუს რკინიგზის სადგურს, რომელიც იდეალური ადგილია პორტუგალიური ფილებისა და აზულეჟუს მოყვარულთათვის. აქ შეხვდებით ულამაზესი ფილებისგან შემდგარ მოზაიკებს, რომლებიც კედლებს ხელოვნების განუმეორებელ ნიმუშად აქცევს. იქამდე სანამ ამ ადგილს პორტოს სადგურის სახელი მიენიჭებოდა, მანამდე აქ მონასტერი იყო. დიდი ხანძრის შემდეგ ამ ადგილის რეკონსტრუქცია 1783 წელს შედგა, ხოლო 1900 წელს დაიწყო მონასტრის სადგურად გადაკეთების სამუშაოები. პორტუგალიური ფილმების აზულეჟუს მოყვარულთათვის სან-პერტუს რკინიგზის სადგურის მონახულება, რომელშიც მოთავსებულია ფილებისგან შემდგარი მოზაიკა და ის კედლებს ხელოვნების განუმეორებელ ნიმუშად აქცევს. დარბაზები მორთულია ჟორჟ კოლასის ნამუშევრებით, რომელიც პორტუგალიურ ფილებს ხატავდა. სიუჟეტებს შორისაა ისტორიული ეპიზოდები და ბრძოლის სცენები, რომლებიც თავს არა გადასაადგილებელ პუნქტში, არამედ ხელოვნების სფეროში გაგრძნობინებთ. ჩვენი ხუთეულის პირველ ადგილს იკავებს ქალაქ კანაძავას სადგური. კანაძავას სადგური არის მთავარი სარკინიგზო სადგური კანაძავაში, იაპონიაში. სადგურის შენობა ტრადიციული იაპონური არქიტექტურისა და თანამედროვე სტილის შერწყმაა. შესასვლელი 14 მეტრიან თაღს აგავს, რომელიც ხელით დამზადებული ხის კოლონებისგან შედგება. აქედან იწყება შუშის გრანდიოზული სახურავი. სადგურის შიგნით ბევრი სიმწვანეა, აქ იზრდება ხეები და ბუჩქები, ასევე მგზავრებს შადრევანებით ტკბობაც შეუძლიათ. ეს ულამაზესი და ძალიან უცხო რკინიგზის სადგურები თქვენს მოგზაურობას მეტად უფრო მრავალფეროვანსა და დასამახსოვრებელს გახდის.